აი როგორც სახში გარე წვიმს ისე წვიმს და იყო სახშიც. ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს. აი ვერაფერს ვერ აკეთებ, მაცივარი ახალი ნაყიდი მაცივარი იმ დღეშია უკვე შესული, აი არ ვიცი, ყველაფერი დაფუჭდა, დავერნდა და რავი, არ ვიცი, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ყველანაირად უკიდურესმაზე ვართ მისული მართლა რა, როგორც გარეწვიმს, აი ვერაფერს ვერ ვალაგებ, ვერ ვაკეთებ, იმის მიუხედავად რომ უნდა იყოს ნორმალურად გაკეთებული, არაფერი არა. ანუ მესმის ყველგან ესეთი სიტუაციაა. და ძალიან ძიმე, უფრო ძიმეებიცაა, მაგრამ ანუ ჩემთვის ახლა ეგიც ხო, საკმარისზე მეტია, იმიტომ რომ ოჯახში მარტო მე ვარ, ვინც ცოტა ისეთი გიზაკეთებს და ამ წუთში ვერანაირად ვერ ვაკეთებ ვერაფერს, იმიტომ რომ არ ვიცი. ანუ შვილები მყავს 3 შვილი, ერთი არის უფროსი და 2 ცირეწლოვანი, დედამთილი მყავს გულით დავადებული, შეგიძლიათ შემობძანდეთ ოჯახშიც. შემობძანდით. მობძანდით. არის ძალიან აგერ აქაც ჩამოდის ჩვეულებრივად წყალი, სახურავიდანაც გამოატარა უკვე და გამოშონა და რა ვიცი, ძალიან ცუდი სიტუაციები გვაქვს. იმ საძინებელშიც გეიტყორა სასაცმელი იყო შეტანილი. იქ საძინებელში ჩვეულებრივად ჩამოვიდა წყალი და აი არ ვიცი რა მდგომარეობა გვაქვს კატასტროფულად მართლა ძიმე და თქვენც კი უყურებთ რომ როგორი იგია რა ქვია. მაქვს რა ვიცი დიდი თხოვნა მაქვს და იმედი მაქვს რომ დაგვეხმარებიან და ანუ ამჟამად მინდა სახურავი რომ ბავშვებს ელემენტარულ სისუფთავეს ძალიან ძიე შემო სიმძიმემ დატეხა თუ რა ვიცი ჩვენ ეს დახულში იყიდეს აგერმა და თან მეწყერზე ვიყავით მოყოლილი და მეწყერიდან გამოვედი და აქ ვარ ესი იყო კიდე და მეწყერი გვაქვს ზემოთ გვაქვს სახლი შრომას ვეკუთვნით მოგვადგა მეწყერი მე წავედი გამგეობაში ჩვეულებრივად დაგვიფინანსეს მოგცეს თანხა ანუ საკმარისი არ იყო მაგრამ რაც იყო მოგცეს და შევიძინეთ ეს დავამატეთ კარგად საკმაოდ მაგრამ შეძენილიც უკვე ისეთ მდგომარეობა ის სახლი კიდე ჯერჯერობით არ აუშავს მაგრამ ამან თლად ცუდი სიტუაციები გამოიყენა და აი არ ვიცი რა დამოუკიდებლობაში აგერ კატასტროფა უფრო არისია კატასტროფული მისაქვენ დაბზარულია სახლები ის ხო ნახეთ მარტო ბუხარი როა დარჩენილი იქიდან გამეიყვანეს სასწრაფოდ იმ მეზობლებმა დაეხმარეს სანამ სასწრაფო მოვიდა და ის და ანუ სოციალურიდან სოციალურამდე გავდივართ რა სოციალურზე უფრო ამ პენსია და პენსია მისი პენსია მას თვითონ წამლებში არ ყოფნის და აი არ ვიცი რა ძალიან ისე იმპულს დამატება დაჭირდა შვილო გამევიტანე 4 წელი 200 ლარზე ვარ დამჯდარი პენსია 200 ლარი ჩემ წამალს არ ყოფნის იმას სახსე დავამატე 20 შეგვესრულებია და 5000 ახლა აწინდელი საიდან უნდა მევიტანოთ არ ვიცი ლეხებმა 5000-დან დოლარი ხა მუშაობ ელემენტარულ სადაც რაღაცა იქნება მუშაობ მაგრამ ის რომ მე ახლა ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვარ ხელმაჩაოზე მიწევს ახლა ამ წუთში მეუღლე და ყველა კვირის ბოლოს დავდივა სადღაც ერთი 100 ლარამდე მეხარჯება და ეს ფინანსებზეა ყველაფერი დამოკიდებული და იქ და აი არ ვიცი კატასტროფულ მასზე ვართ უკვე